ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებისათვის 20-ზე მეტი განსხვავებული ჯგუფი ერთი კონკრეტული და ძირითადი იდეის გარშემო ერთიანდება. ესენი ძირითადად არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, არიან სხვადასხვა თემის წარმომადგენლებიც, თუმცა მთავარი არის ის, რომ შესაძლებელია სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით ამ ადამიანებს აქვთ განსხვავებული ხედვები, თუმცა ყველა ერთიანდება, ყველა თანხმდება იმ იდეის გარშემო, რომ აუცილებლად უნდა დასრულდეს დიქტატურა, აუცილებლად უნდა დასრულდეს ტერორი და შეიძლება ითქვას, რომ აქ შეკრებილი ადამიანების მიზანი არის ზუსტად ის, რის გამოც მოქალაქეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოდიან. ყოველდღიურ რეჟიმში აგრეთვე იმართება საპროტესტო მსვლელობები და აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისინი იმეორებენ ძირითად მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად ქვეყანაში უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, უნდა გათავისუფლდნენ რეჟიმის უკანონო ტყვეები და რა თქმა უნდა ქვეყანა უნდა დაბრუნდეს დემოკრატიულ ფარგლებში, უნდა დაბრუნდეს დემოკრატიულ რელსებზე. მათი მთავარი ამოცანა და მიზანი აგრეთვე ამ პროცესში არის ის, რომ ისაუბრონ რაც შეიძლება ბევრი, ისაუბრონ კრიტიკულ თემებზე და ყველაფერზე რაც ახლა საქართველოს აწუხებს და ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი, რადგან ფიქრობენ, რომ საუბარშია მთავარი გამოსავალი იდეების გაცვლაში და ახლა დღეს უკვე ისინი კონკრეტული იდეის გარშემო შეჯერდებიან და როგორც თავად გვიდესტურებენ, კვლავ ისაუბრებენ მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი ასამბლეა იქნება ფართო წარმომადგენლობითი სტრუქტურა, საზოგადოებრივი სტრუქტურა და მისი მიზანი არის, რომ საზოგადოების წევრები, ინტერესთა ჯგუფები, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები წარმომადგენლების საშუალებით ჩაერთონ, ჩაებან დიალოგში და ვილაპარაკოთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, მიმოვიხილოთ ისინი, დავამუშაოთ ისინი და საბოლოო ჯამში ვაწარმოოთ შეთანხმებული საზოგადოებრივი დაკვეთა, საზოგადოებრივი დღის წესრიგი, რომელიც თავის მხრივ გავლენას იქონიებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე და მისი ზურგი, ასე ვთქვათ, მისი მხარდაჭერა, მისი ნდობის მანდატი იქნება აი ეს ინტერესთა ჯგუფები, რომლებსაც წარმოადგენენ აქ დელეგატები საზოგადოებრივ ასამბლეაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ყველა მოქალაქეს საზოგადოების ფართო სფეროს წარმომადგენლებს, დარგობრივ წარმომადგენლებს ეკნებათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა უნიშნულოვანეს პოლიტიკურ პროცესებში. ვიცით, რომ კრიზისის მოწმენი ვართ, ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში ვცხოვრობთ დღესდღეობით და უამრავი სასწრაფო ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი, როგორც არის მაგალითად ახალი არჩევნების დანიშვნა, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა და განხორციელება, რაც თავარია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ასევე ქვეყნის რაც თავარია კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება, ევროინტეგრაციის გეზის დაბრუნება. ძირითადი იდეა არის შეიქმნას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების თანამონაწილეობით საზოგადოებრივი დაკვეთა, რომელიც გააერთიანებს და შექმნის პასუხს იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშე ვდგევართ. ბუნებრივია ეს მოკლეს პერიოდში არის არჩევნების დანიშვნა, ტერორის დასრულება, რომელიც როგორც გზა დეესკალაციისა, მაგრამ იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია პარალელურად დაიწყოს ფიქრი, რა იქნება შემდეგ. როგორი საქართველო გვინდა, როგორ უზრუნველყოთ, რომ შემდგომშიც არ გამეორდეს ავტოკრატია. საქმე გვაქვს გარკვეულწილად უპრეცედენტო შემთხვევასა. როდესაც საზოგადოებრივი სხვა ინტერესთა ჯგუფები ერთიანდებიან ერთ გარკვეულ რგოლად და საპროტესტო იმ მუხტის ფონზე, რაც ქვეყანაში თვეების მანძილზე გრძელდება, ცდილობა გვაქვს იმასთან, რომ საგნობრივად ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლის გაჟღერებასაც ვერ ვახერხებთ სხვა არხების და გზების მეშვეობით. დღეს ისე როგორც არასდროს საზოგადოებას აქვს ამ მწვავე კრიზისის გადაჭრის ვალდებულება, სწორედ ასეთი აქ შეკრებილი ადამიანების ერთობლივი საერთო პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც შეეხება უშუალოდ ყრილობას, ის სულ ცოტა ხანში დაიწყება, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ამ პროცესში გაერთიანებული არიან სხვადასხვა ჯგუფის, სხვადასხვა ინტერესის ადამიანები, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია მედიისა და მედიის წარმომადგენლების როლი, აგრეთვე ამ პროცესის ავანგარდში არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მათი სათქმელი კი არის
ერთი, რომ როდესაც ქვეყნის ეგრეთ წოდებული თვით გამოცხადებული ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველოს დააკარგინოს მისი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარიის დააშოროს ევროპასა და ევროკავშირს, ხალხმა აუცილებლად უნდა თქვას ხმამაღლა საკუთარი სათქმელი, ხალხი აუცილებლად დემოკრატიულად, მშვიდობიანად და არაძალადობრივად უნდა დაუპირისპირდეს რეჟიმს, ამიტომ ახლა მათი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი აზრების გაცვლა და ძირითადი ფუნდამენტური საკითხების გარშემო გაერთიანება. მადლობა, ეს იყო ხატია სამხარაძე.